დაბეჯითებით გირჩევთ, რომ დღეს 23 საათსა და 30 წუთზე BBC-ს აი საგამოძიებო ფილმი, რომელმაც მთელი ქვეყანა კიდევ ერთხელ თავდაყირა და აყენა და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ ქართული ოცნება არის რეალურად რუსული ოცნება, მაგრამ ამასაც ვინ ჩივის კი არა, ესეც ხო ამბავია რასაკვირველია, მაგრამ გაცილებით უარესია, ვიდრე რუსული ოცნება, ეს არის ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლებად წოდებული ბანდა, რომელმაც თურმე ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ხო და 23 საათსა და 30 წუთზე BBC-ს ეს საგამოძიებო ფილმია და დაბეჯითებით გირჩევთ ფორმულას ნახვას 23 საათსა და 30 წუთზე ფორმულაზე გადართვას და ამ ფილმის ნახვას უფრო ზუსტი რო იყო ქართული რუსული ოცნების, უფრო ზუსტად რუსული ოცნების წარმომადგენელი ბანდიტი ირაკლი კობახიძე ამბობს, სამწუხაროდ BBC, რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრიო, თუმცა წინასწარ შემიძლია გითხრა, თუ ამბობს ბანდიტი კობახიძე, რომ სამწუხაროდ BBC-ს ხელით გავრცელდა აბსოლუტური ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC-ს საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორითაც ხელმძღვანელობენ ფეიქ ტელევიზიები საქართველოში. აპატიეთ BBC-ს, რომ იმედის სტანდარტით არ ხელმძღვანელობს. აქვე მე გეტყვით, რომ BBC-მ გამოუგზავნა ფორმულას ამ გვარი მის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშების საწინააღმდეგოდ ერთი ოფიციალური განცხადება, პასუხი უფრო ზუსტი რომ იყოს, საპასუხო წერილი, რომელშიც ჩვენ ვკითხულობთ. ჩვენი დოკუმენტური ფილმი ორ წერტილი, როდესაც წყალი წვავს ბრძოლა საქართველოსთვის, რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC-ს გუნდმა მოამზადა თბილისში შარშან დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედების გამოძიება. ის მოიცავს არაერთ მტკიცებულებას, არაერთ წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების, საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამხედრო უკასრავად სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები უწერს BBC. ეს რეპორტაჟები მტკიცედ ემსახურება რეპორტაჟი საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს. უმაღლესი, ვინცაც არ უნდა თქვას, უმაღლესი პროფესიონალური სტანდარტით გაკეთებული გამოძიება და კონკრეტულად ეს ფილმია. ბარემ აქვე გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, ისინი მიმართავენ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე პირები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა და ასე შემდეგ. აქვე ვიტყვი, რომ რამდენიმე პირი, მათ შორის ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ს საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუსში დაიბარეს და არა მხოლოდ დავით ჩახუნაშვილი, არამედ სხვებიც. მათ შორის გაგიკვირდებათ და დაიბარეს პირები, რომლებიც გასული წლის ნოემბრის მიწურულს დეკემბრის დასაწყისში ამ ქიმიური იარაღი რომ გამოიყენა ხელისუფლებამ ამ დროს ამ დღეებში დააზარალდნენ. ზოგს გაუმწვავდა გარკვეული რესპირატორული დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, ზოგს დაეწყო რაღაცა პრობლემები ჯანმრთელობის, ზოგს სუნთქვა უჭირდა, ზოგს ბრონხების პრობლემა ჰქონდა, ზოგს თირკმლის პრობლემა ჰქონდა და აქვს დღემდე, ზოგს არ ვიცი, სხვადასხვაგვარად გაურთულდა და ბევრმა მათგანმა დაწერა კიდეც, ზოგმა ფოტოების გამოვაქვეყნა მაშინდელი ამ ცნურა საზოგადოებას, გაახსენა რა საზოგადოებას, რომ აი ეს დაწყებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული ოცნებისა ამ შედეგების მომტანი იყო, ეს შედეგები მოიტანა. ხო და გაგიკვირდებათ და ქართულმა რუსულმა, უფრო ზუსტი რო ვიყო რუსულმა ოცნებამ, რომელიც უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია, რასაკვირველია, უცებ გადაწყვეტილება მიიღო და ცალკეული ეს პირები, კონკრეტული პირები, ყველა არა, ზოგი მათგანი, ვინც გუშინ გაიხსენა ერთი წლის წინანდელი ამბები, დაიბარა შესაბამის საგამოძიებო სამსახურში, ანუ სუსში. მათ შორის ასე მაგალითად ასეთი პირი თათარჩე, მეგობარი თათა ხუნდაძე, სხვები. ახლა ისმის კითხვა, რატომ აკეთებს ამას
ქართული რუსული ოცნება. ქართული რუსული ოცნება, რომელიც კვლავ ვიმეორებ, ფრიად დაბნეულია და ქართული რუსული ოცნება, რომელიც ხან ფალავან გომელაურს გამოაგორებს და სისულელეს ათქმევინებს და ხან ფალავან, უფრო ფალავან, ასე ვიტყვი, გელაძეს გამოაგორებს კი არა, მიაგორ მოაგორებს და იმასაც სისულელეს ალაპარაკებს. რატომ აკეთებს ამას? მე გამახსენდა ერთი უცნაურესი ამბავი, გეხსომებათ, ამ დაახლოებით 3 თვის წინ, 4 თვის წინ, აი წულუკიანი ბანდიტის კომისია რომ ესე სიჩქარეს კრებს იმხანად, იმ პერიოდში პარლამენტთან გამოჩნდნენ აქციები მიმდინარეობს და პარლამენტთან გამოჩნდნენ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის გარკვეულ ფორმაში გამოწყობილი ეგრეთ წოდებული კი არა ნამდვილი თუ გდებავთ ასე ვიტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები, რომლებმაც დაიწყეს რაღაცა ხელთათმანები უკეთიათ, რაღაც პირბადეები უკეთიათ, ცალკეული მომიტინგეები, ვინც 20 ივნისის 2019 წლის 20 ივნისის საქმეში ფიგურირებდა, კი არა, ხო ვინც მონაწილე იყო იმ აქციებისა, იმ აქციისა, მათი გამოკითხვა ცალფე ყველასი რასაკვირველი არა, მაგრამ 7, 8, 10, 15, 27 კაცი კი გამოჩხრიკეს საიდანღაც და გამოკითხეს რა ხდებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ანუ გავრილოვის ღამეს. მერე რაღაცა ექსპერტიზა ჩაატარეს, რაღაც დაძებარი ძაღლები მოიყვანეს, რაღაცა კვალზე გავიდნენ, რაღაცა კვალზე გამოვიდნენ და დადეს თურმე, აღმოჩნდა რომ დადეს რაღაც გარკვეული დასკვნა, რომელიც თვალით არავის არ უნახავს, თუნთლად გულახდილები ვიქნებით. მაგრამ უკვე შემდგომ ხსენებული ბანდიტი ირაკლი წულუკიანის, კი არა, თეა წულუკიანის კომისიამ, ირაკლი კობახიძისა და თეა წულუკიანის კომისიამ უცებ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით თქვა შემდეგი. გიორგი გახარია ბრალდადებულია თუ ბრალდებულია ჩორჩანის ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც მან მათეული გააზრებით უკანონო საგუშაგოები აღმართა ამ საოკუპაციო ზოლთან. და ერთადერთი რამაც კარგია გაკეთებული გახარიას მართლა ეს არის, იმიტომ რომ იმ საგუშაგოების აგება, კოშკების, კოშკურების გარდაულა აუცილებელი იყო. მაგრამ მამას თავი დავანებოთ და გიორგი გახარია ბრალდებულია 2019 წლის გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით უფლებამოსილებას გადაამეტაო, არაპროპორციული ძალა იხმარაო, მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდაო, ესო ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, ტყილა კი არ ვამბობთ ამას. ეს ის გახარია, რომელიც მერე პრემიერი იყო. ეს ის გახარია, რომელიც მათი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ გუნდის ლიდერ გიორგი გახარიას, ვისაც არ დაეზარა ქართული ოცნებიდან, ზურგში არაპირდაპირ მნიშვნელობით ჩასცა ლახვარი. გარიყეს, იმიტომ რომ ის ხო ბიზნა ივანიშვილის მოღალატეა გიორგი გახარია მათეული ტვინის ლაბირინთების ქიმიური პროცესების გამო. გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 20 ივნისს 2019 წელს და გიორგი გახარიას დააბრალეს არასწორი სიტყვა ალბათ მაინც გიორგი გახარიასთვის ცდილობენ და მოახერხეს კიდეც ერთგვარად შეეტენათ 20 ივნისის ამბავი მხოლოდ გიორგი გახარია. არც გედედეს თანამშრომელი, არც სპეცრაზმის ჟამიდელი ხელმძღვანელი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პოლიტიკური გუნდი, არც ირაკლი კობახიძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მალევე გადადგა და ასე არავინ. გიორგი გახარია იყო გამოსაკვეთი და კუთხეში მისამწყდები. ახლა რა კავშირშია ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი დღევანდელ მოვლენებთან, უბრალოდ შარშანდელ მოვლენებთან, რაც ვითარდებოდა მოვლენები ნოემბრის მიწურულს დეკემბრის დასაწყისში. ახლაც თითქოს ასეთი რამ იკვეთება, ახლა ესენი არ არის გამორიცხული, რომ მართლაც მოიწვევენ საგამოძიებო საერთაშორისო ჯგუფს, აკი ჩვენც მოუწოდებთ ამის გაკეთებისაკენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოიწვევენ არ ეთანამშრომლებიან, ამას ხაზგასმით ვამბობ, ან ფსევდოდ ეთანამშრომლებიან, რეალური თანამშრომლობა ეს ყველაფერი არ იქნება, მაგრამ იტყვიან, რომ იცით რა არის, აი ეს გამოგორებული ფალავანი რო ყავს ვახტანგ გომელაური, თურმე მას გამოუყენებია ეს ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მისი საჭიროება ცხადი არც იყო, მიშამ შეეძინა ეს სააკაშვილობა და ვინც ის ვახო გომელაური, ვანო მერაბიშვილის კი აგენტადაც კი შერაცხონ გამოაცხა დონ. ანუ ესენი შეიძლება ესენი განიხილავენ, რომ განტევების ვაცი ნახონ და ყველაფერი მთელი ეს ჭუჭყი,
რომელიც მათ მიეცხოთ, გადაიტანონ, გადასცხონ ერთ რომელიმე ან კონკრეტულ პირს ან პირთა ჯგუფს. არ გამოვა ასე. მე გეტყვით, უშუალოდ ივანიშვილს უნდა მიუმართოთ ალბათ. არ გამოვა ასე ბიზინა, რატომ არ გამოვა და არათუ გომელაური, არამედ ირაკლი კობახიძეც კი რომ დაკლათ პოლიტიკურად და ისიც რომ თანამონაწილედ, თანამზრახველად წარმოაჩინოთ იმ გაშარშანდელი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებისა, მასაც რომ დააკისროთ პასუხისმგებლობა და ეს დაამტკიცოს საერთაშორისო გამოძიებამ და ასე შემდეგ, არ გამოვა ესე, იმიტომ რომ ყველა შესანიშნავად ხვდებით, რომ ამ საქმის უკან ხართ სწორედ თქვენ, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი, სხვა პირში ვილაპარაკოთ ახლა. ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი. გეხსოვებათ 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო 7 ნოემბრის მოვლენებისა და გამოდა გადადგა და რამდენიმე ათეული დღით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო ქალბატონი ბურჯანაძე. იანვრის დასაწყისში 2008 წელს ჩატარდა რიგარეში არჩევნები, კვლავ გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც კი გაგიკვირდება და არ იქნება საკმარისი. ანუ ხვალზე ბიძინა ივანიშვილმა რო თქვას პერსონალურად რო გამოვიდეს, ეს რა ყოფილა, რა ამბები ტრიალებს, თუნდაც ჩემს გარშემო, ეს ჩვენს ქვეყანაშიო, ჩემს გარშემო და კომელაური დავიჭირეთ, კობახიძე გადადგა, პარლამენტი ბიუჯეტი ვერ მიიღო და დაითხოვა მერე რა ქვია პრეზიდენტად წოდებულმა ყავილაშვილმა. მერე ყავილაშვილიც გადადგა, აი არჩევნები თქვენ ახალი არჩევნები და საერთოდ ყველა კანონს ვაუქმებო, ესეც რომ დააყოლოს ზემოდან ეს ყველა რუსულ კანონებს მოკლედ უკან ვიხევო. ესეც კი აღარ არის საკმარისი, იმიტომ რომ როგორც გითხარით და არა მხოლოდ მე გითხარით, ეს არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობა პოლიტიკური შინაარსისა, პოლიტიკური ხასიათისა, ეს არის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი ბოროტმოქმედებისა და გამო, ანუ თქვენ უშუალოდ თქვენ და მთლიანად თქვენი ბანდა ხელისუფლება არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეთ, თქვენ უშუალოდ უნდა წარსდგეს ბიძინა ივანიშვილი და მთელი ქართული ოცნება ის პოლიტიკური ლიდერები, ბანდიტი ლიდერები, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობებზე არიან დღემდე, ან იყვნენ იმხანად, იყვნენ და არიან დღემდე და რომლებიც გინდა არ გინდა არიან პასუხისმგებელი, მათ შორის სამსახურეობრივი გულგრილობის გამო ყველაზე რბილს ვიძახი და ყველაზე მსუბუქად ვამბობ და რეალურად კი იმ დანაშაულებისა და გამო, რომლებსაც ჩადიოდა და ჩადის ქართული რუსული ოცნება, ანუ რუსული ოცნება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასე მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეა და შეიძლება მას მართლაც უნდოდეს მოცემულ ეტაპზე სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისა გამო, მართლაც უნდოდეს ვინმეს რომ შეახოცოს ხელი. ბიძინა ივანიშვილის თავზე მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ცუდი ამბები ტრიალებს რომ ვიცოდეთ მაინც და ახლა ბევრი თქვენგანი მეტყვის რა კავშირშია მეორე თემა, ბატონო ირაკლიო, მე გიპასუხებთ რა კავშირშიც არის და სულ სხვა თემაზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის, ნახეთ, კითხულობ. ისი თქვენ რომ უკრაინის გარშემო საოცარი ამბები ხდება, ხვალ ზეგ ამ კვირის ბოლომდე, იმ კვირის დასაწყისშიც გაგრძელდება პროცესი, რომელსაც ბევრი სამშვიდობო შეთანხმების პროცესს უწოდებს, ბევრი სამშვიდობო შეთანხმების პროცესს სულაც არ უწოდებს. რუსეთი ამ ყველაფერზე ეგრამაგის პასუხია თანახმა არ არის პესკოვიდან დაწყებული, ნებისმიერი ვიგინდარათი დამთავრებული რუსეთში ამბობენ რომ ამგვარ რამეს რომ სანამ SVO-ს, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანები არ იქნება მიღწეული, მანამდე არანაირი მოლაპარაკებას უკრაინასთან, მით უფრო რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უკანონო პრეზიდენტიაო, აზრი არ აქვსო, ყველა ვიგინდარა ამბობს ამას, რუსეთში პუტინი ვიგინდარათი დაწყებული, ნებისმიერი ოლქის, ობლასტის გუბერნატორით თუ დეპუტატით გაგრძელებული და ასე შემდეგ და პროპაგანდისტებზე აღარაფერი. ბუგინი ამასობაში გამოვიდა ერთ-ერთი ტელეარხის საშუალებით და დამტრეული ინგლისურით ილაპარაკა რომ თუ უკრაინა დამარცხდება, ეს იქნება უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება და დამარცხებად უკრაინისა მხოლოდ ამას თუ მიიჩნევს რუსეთის სახელმწიფო, ხოლო რუსეთის გამარჯვების კი არა, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში რაც წარმოუდგენელიაო, მაგრამ მაინცო. ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ბირთვულ იარაღსო და ეს ყველასთვის ცხადი უნდა იყოსო. მოკლედ, აი ესეთი ამბებია და ამ ამბავში საქართველოს ბრჭყალებში გადარჩენას კი ცდილობს პირი, რომლის
კისრის გარშემოც ეს მარყუჟი ვიწროვდება და ვიწროვდება ბევრი მიზეზის გამო, არა მხოლოდ ამ ციანიდის სკანდალის, ამ ქიმიური იარაღით საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლის გამო, არამედ სხვა მიზეზებითაც ვიწროვდება და ვიწროვდება. ანუ ბიზინა ივანიშვილიც კი ცდილობს, რომ თავადაც დაუძვრეს ამ სოფლიო მოვლენებს, მაგრამ ასე იოლად ვერ დაუძვრება და ახლა რა კავშირშია ეს ყველაფერი და იცით თქვენ, რომ საქართველოს შავი ზღვის ქვეყანაა პირველ ყოვლისა. და იცით თქვენ, რომ დიდი ამბები ტრიალებს, მათ შორის შავ ზღვაშიც უკრაინა ანადგურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს 2022 წლის апრილში მომხდარი კრეისერ მოსკვას ჩაძირვა. ეს იყო რეალურად სტარტი, პროლოგი. ამის შემდეგ რუსეთის სამხედრო ფლოტის პრაქტიკულად 40-45%-ია განადგურებული, ანუ ის ოდინდელი რუსეთი, რომელიც სევასტოპოლის პორტში იყო ბაზირებული და აზანზარებდა მთელ შავ ზღვას, იმიტომ რომ თურქეთი მაინც არ შეიძლება მივიჩნიოთ თლად ძლიერ სახელმწიფოდ შავ ზღვაზე, ახლა მინიმუმ გეტყვით 40%-ით არის დაზიანებული ეს სამხედრო ფლოტი. მაგრამ ამავდროულად რუსეთს არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს ეს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ნავთობის ჩრდილოვანი ფლოტი, ასე ვიტყვი, რომელსაც ასათუის პროდუქცია, მათ შორის ნავთობის გადააქვს. ამით სულდგმულობს რეალურად რუსეთი. ამით ღაუგდგია სული, მათ შორის საქართველოს ბიზინა ივანიშვილი ბანდიტისა რომ ეხმარება რუსეთს, ამას ბევრი ფიცი და მტკიცი არ სჭირდება, როცა ყველა ფერი მოგვარებისკენ წავა და ბიზინა ივანიშვილის კისრის მოგრეხვის პროცესიც გაგრძელდება და უფრო წარმატებით გაგრძელდება, მათ შორის სანქციების გამო, ჩვენ უკვე ბოლოს ეპილოგისას ვნახავთ რეალურად, ადრე თუ გვიან, რა დანაშაულები ჩაიდინა ბიზინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს ვიცით უკვე, მისი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რა დანაშაულები ჩაიდინა ასევე უკრაინელების წინააღმდეგ. ხო და უკრაინელებმა ეს ყველაფერი ახლა კი არ ამბობენ, მაგრამ ეს ყველაფერი შესანიშნავად უწყიან. ხო და შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან კიდევ ერთი რუსული ტანკერი რო აფეთქდა. გსმენიათ ამის თაობაზე. შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან რუსული ნავთობის გადამტანი ტანკერი ვირატ აფეთქდა. ამის შესახებ წერს ბლუმბერგი. მესმის რომ ქართული ოცნება ბლუმბერგსაც არ ენდობა, ამ კუთხით ნუღარ დამხარჯავთ ახლა, აღარ დავშვებით თქვენი ცნებართვით, იმიტომ რომ ქართული ოცნების ტვინის ლაბირინთებში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს უბრალოდ ჩემი გონება ვერ ეწევა, აქედან გამომდინარე უნდა შემინდოთ, უნდა მომიტევოთ. ბლუმბერგი წერს, მეთქი აკითხარით, მანამდე გავრცელებული ინფორმაციის შავ ზღვაში დაიწვა კიდევ ერთი რუსული ნავთობის ტანკერი კაიროსი. ბლუმბერგის ინფორმაციით ინციდენტების გამომწვევი მიზეზი უცნობია. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ეს ორი გემი იმ ასობით ტანკერს შორისაა, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას უზრუნველსაყოფად არის აწყობილი. კაიროს გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, ხოლო ვირატ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ. მეორე ინფორმაციაც ვნახოთ, ბარემ უკრაინული საზღვაო დრონები შავ ზღვაში ორი ტანკერის წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ, რუსეთის პორტში ნავთობის ჩასატვირთად მიემართებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, ხო, ესე იგი უკრაინული საზღვაო დრონები დაესხნენ თავს, ანუ უფრო დაკონკრეტებულია და კიევი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს რუსეთის უზარმაზარ ნავთობის ინდუსტრიაზე. ორი ნავთობის ტანკერი იდენტიფიცირებული როგორც კაიროსი და ვირატი და ამასთან დაკავშირებით უკვე მიემართებოდა ნოვოროსიისკში და ცარიელი იყო და მიემართებოდა ნოვოროსიისკში. თუმცა არის ერთი ინფორმაციაც, რომელსაც ახლა მაინც და მაინც ვერ პოულობ, მაგრამ არ აუშავს, ეს არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოსკენ მომავალი, თუ ნახავ ინფორმაციას ბარემ ნახავ, ხო, ბარემ გაგაცნობთ, საქართველოსკენ მომავალი, როგორც არანავთობით დატვირთული ტანკერი თუ გემიც იყო განადგურებული, დაზიანებული, მოდი ასე ვიტყვი, უკრაინელების უკრაინული დრონების შეტევის შედეგად. რატომ ვლაპარაკობ ახლა ამას? რა კავშირშია ამბავი ციანიდისა ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ეს ქიმიური იარაღით შეტევა საქართველოს წინააღმდეგ ამ ამბავთან? ეს კავშირშია სხვა კონტექსტში და სხვაგვარად უნდა ვიფიქროთ ახლა და გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. როგორ კავშირშია? ეს გამოძიება თუ დაიწყო და ის აუცილებლად დაიწყება ციანიდან დაკავშირებით, ანუ იმასთან დაკავშირებით ქიმიური იარაღი როგორ გამოიყენა ბიზინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება მისთვის წაჭერილი ერთი მარყუჟი, მაგრამ მეორე მარყუჟი არის ის, რომ უკვე ნელ-ნელა ირკვევა, რომ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება ან ხელისუფლების ქვეშ არსებული ბიზნესები თანამშრომლებენ უკრაინელების წინააღმდეგ რუსულ კომპანიებთან ან რუსულ სახელმწიფოსთან, იღებენ ტვირთებს და გასცემენ ტვირთებს, ამუშავებენ ნავთობს
და უკან უბრუნებენ ნოვოროსიისკის პორტში ან შესაძლოა საერთოდაც ყირიმში რუსეთს. მოკლედ საქართველო არის რუსეთისათვის ომის გახანგრძლივების ხელშემწყობი იმ რუსეთისათვის, რომელიც უკრაინელთა გენოციდს აწყობს და ეს დამატებითი საფუძველი იქნება ანუ არა მხოლოდ საქართველოს ჩადენილი დანაშაული, არამედ უკრაინასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაული ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბანდისა საქართველოს ამ დე-ფაქტო ხელისუფლების იზოლირებისა, სანქციებისა და კიდევ რაღაცებისა, რაზეც უბრალოდ ახლა მე ყურადღებას არ გავამახვილებ. დიახ, საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან, რომელიც ომს არ ასრულებს, რუსეთთან, რომელიც ამბობს, რომ SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანებისთვის მე ჯერაც არ მიმიღწევიაო და SVO-ს ფარგლებში დასახული ამოცანების გამო ის ხოცავს, კლავს, მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს, ანადგურებს უკრაინას არა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც საკუთარად მიაჩნია, ანუ ეს 5 რეგიონი, მათ შორის ეგრეთ წოდებული მალორასია, ასევე დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი, აგრეთვე ანუ ზაპოროჟიე და ხერსონი, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. და საქართველო გამოდის ხელშემწყობი და თუ მეტყვის რომელიმე ერთი ოცნების რომელიმე ერთი წარმომადგენელი, თუნდაც გამართულად რომ თქვა, რა უნდა იყოს მათი დანდობის საფუძველი, როცა ისინი კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადიან და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენ ტერორისტ ქვეყანას რუსეთს უწყობენ ხელს, რა უნდა იყოს მათი დანდობის საფუძველი, სოფლიოდან დანდობის საფუძველი, მე დებატებში არ შევალ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამის თქმელი თავად არის რუსი. შემდეგ ვიდეო ბლოგამდე მშვიდობებით. ნახვამდის.